ყურადღების ცენტრში არის ახლა ამერიკის შეერთებული შტატები. საინტერესოდ ვითარდება მთელი კვირის განმავლობაში მოვლენები. იქ პირველი ვინც ვაშინგტონში ჩავიდა იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. დღეს უკვე იქ არის დიდი ბრიტანეთის პრემიერი მაკრონი პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, ხვალისთვის ელოდებიან ვოლოდიმირ ზელენსკის. მოდიმე გადავინაცვლებ პლაზმასთან და სლად მოვუყვები მაყურებელს. ყურადღების ცენტრში არის ვაშინგტონი, სადაც ბრიტანეთის პრემიერი ჩავიდა. ასევე სტამბოლი, სადაც რუსეთის და ამერიკის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარიზი, სადაც შედგა შეხვედრა გერმანიის არჩევნებში გამარჯვებულ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის. ევროპელი ლიდერების ვიზიტების განრიგი თეთრ სახლში ასე გამოიყურება: 24 თებერვალი მაკრონი, 27 თებერვალი სტარმერი, 28 თებერვალი ზელენსკი. საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერია სტარმერი ტრამპთან გაფრინდა საჩუქრით და რთული გზავნილით დაწერა ასე ნიუ-იორკ ტაიმსმა. წარსულში მაღალჩინოსანი სტუმრები იმპერატორებს საჩუქრებს და ხარკს უხდიდნენ ხოლმე. სტარმერი თეთრ სახლში მივა დიდი სასაჩუქრე შეფუთვით, მასზე წარწერით მეტი დანახარჯი თავდაცვაზე. კითხულობთ BBC-ზე. პრემიერ-მინისტრი სტარმერი შეძლებს პრეზიდენტს უთხრას, რომ მისი მოწოდება თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით გაითვალისწინა. კვირის დასაწყისში სტარმერმა პარლამენტში განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს მიაღწევს, 29 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3%-მდე გაიზრდება. დაეხმარება თუ არა ეს სტარმერს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების დაცვის ტაქტიკაში? ტელეგრამის სხვათა შორის წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ტრამპს დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ უკრაინაში 30,000-მდე ევროპელი ჯარისკაცის განთავსების გეგმას წარუდგენს. გამართლდება თუ არა ტელეგრაფის ინფორმაცია, რა სიტყვის სტარმერი საჯარო პრესკონფერენციაზე, ან როგორი იქნება ტრამპის განცხადებები, ამას გავიგებთ მალე. ხვალ კი უკვე ვაშინგტონში ელოდებიან ზელენსკის, ის დღეს სხვათა შორის ირლანდიაში ჩადის, იგეგმება მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოწერა უკვე ტრამპთან ერთად. შეთანხმების ბოლო რედაქციის ჩარჩო მედიისთვის ცნობილია, მას უკრაინული მედიაც აქვეყნებს და ვთქვათ ახლა რა წერია ან რა არ წერია ამერიკა უკრაინის შეთანხმებაში უსაფრთხოებაზე. ეს დოკუმენტი შედგება 11 პუნქტისგან. უსაფრთხოების გარანტიებზე ჩანაწერი მე-10 პუნქტში ხდება. აქ ციტატა ასეთია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საჭიროა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. ანუ გარანტიების მიღების გზები აქ დაზუსტებული არ არის ნათქვამია მხარდაჭერის შესახებ. ახლა ვთქვათ, რაზე თანხმდებიან მხარეები, რას მიიღებს აქ ამერიკა უკრაინისგან და უკრაინა ამერიკისგან. იქნება ერთობლივი ფონდი შეიქმნება, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთობლივი საკუთრების მეშვეობით პარტნიორობაზე. აქვე ნათქვამია, რომ უფრო დეტალური პირობები ფონდის მართვისა და საქმიანობის შესახებ განისაზღვრება შემდგომ შეთანხმებებში. მესამე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქციის ფონდში უკრაინა შეიტანს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების, მინერალების, ნახშირწყლების, ნავთობის, ბუნებრივი აირის და სხვა მოპოვებადი წიაღისეულის მონეტიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის 50%-ს. ფონდი, რომლის მართვაც ორივე მთავრობის ხელში იქნება, რესურსების რეინვესტირებას მოახდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უკრაინის უსაფრთხოებაში, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ ზრდაში. მეოთხე თავი ასევე საინტერესოა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს დაუჭერს გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებებს უკრაინის სტაბილური და ეკონომიკური განვითარებისთვის და მეხუთე, რომელიც ეხება საინვესტიციო პროცესს, სწორედ აქ ვკითხულობთ ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ფონდში უნდა წავიდეს შემოსავლები ბუნებრივი რესურსების მოპოვების პროცესში ჩართული ინფრასტრუქტურის, მათ შორის პორტების, სახელმწიფო საწარმოების შემოსავლებიდანაც. ექსპერტების შეფასებით ვაშინგტონმა დათმო თავიდან ჩაფიქრებული 500 მილიარდიანი სარგებლის მიღება, შეთანხმება მიღწეულია უკრაინისთვის ბევრად მეტად მომგებიანი პირობებით. არის კრიტიკული მოსაზრებაც, რომ ეს ფაქტობრივად ხარკის გადახდაა უკრაინის რესურსების ხარჯზე, რადგან ფონდს მართავს ორი მთავრობა, ანუ ამერიკულიც, ამერიკა კი რეალურად მასში თანხას არდებს. ამასთან უკანა პლანზე გადავიდა იშვიათი ლითონები, ფსონი იდება გაცილებით მეტზე. ახლა ვთქვათ, როგორია ორი პრეზიდენტის ბოლო განცხადებები ხვალინდელი შეხვედრის წინ. ტრამპის გზავნილები ასეთია, ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა პირდაპირი განაცხადი იმის თაობაზე, რომ უკრაინამ ნატო უნდა დაივიწყოს, რადგან ამ ომის დაწყების მიზეზი სწორედ ეს იყო. კითხვაზე, მოუწევს თუ არა პუტინის დათმობაზე წასვლა უკრაინის ომის დასრულების კონტექსტში, ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მას მოუწევს ამის გაკეთება, მან არ დააკონკრეტა, რა შეიძლება იყოს ეს დათმობა.
არ მინდა ახლა ამაზე საუბრის დაწყება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნატო უნდა დაივიწყოთ. ფიქრობ ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც ყველაფერი დაიწყო. ის ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული კაცია, მაგრამ მე მსგავს ადამიანებს წარსულში გამკლავები ვარ. ძალიან ცუდ ადამიანებთან მქონდა საქმე. უნდა გაიგოთ, რომ ჩემი აზრით, მას ამ ომის დაწყების განზრახვა არ ჰქონია. როდესაც ამირჩიეს, ვილაპარაკეთ და ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით. ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. გარიგებაა და მასში ბევრი გიჟური რამ ხდება, მაგრამ ვფიქრობ ეს გამოგვივა. მე რომ არ ავერჩიე, პუტინი უკრაინის დაკავებას გააგრძელებდა. ეს ომი გაგრძელდებოდა და ადამიანები დაიხოცებოდნენ. უკრაინელებს დიდ პატივს ვცემ, როგორც არაჩვეულებრივ მებრძოლებს, მაგრამ ჩვენი აღჭურვილობის გარეშე ეს ომი, როგორც ხალხი ამბობდა, ძალიან მოკლე დროში დასრულდებოდა. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შეთანხმებას ორივე მხარისთვის. უკრაინისთვის ბევრს ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება მეტის დაბრუნება შეძლოთ. რა თქვა ტრამპმა შეთანხმებაზე. ეს შესანიშნავი შეთანხმება უკრაინისთვისაც ჩვენ იქ ვიმუშავებთ და ეს იქნება გარკვეულად ავტომატური უსაფრთხოება, რადგან არავინ აურევს ხალხთან, როდესაც ჩვენ იქ ვიქნებით, თქვა ტრამპმა. მისი გზავნილი ეხებოდა ევროკავშირის და ბრიტანეთის ინიციატივასაც უკრაინაში მშვიდობის მყოფელების განთავსების თაობაზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია. ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა მინდა გადავუხადო ჰოვარდსა და სკოტს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ამისთვის გაწიეს. მართლაც საოცარი სამუშაო გასწიეთ. საუბარია იშვიათ მინერალებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 350 მილიარდი დავხარჯეთ. ევროპამ კი 100. ეს დიდი განსხვავება. ჩვენ სამჯერ მეტი გავიღეთ. ევროპა ახლოსაა, ჩვენ კი ოკეანე გვყობს. იმედია ევროპა უფრო მეც გააკეთებს, ვიდრე ახლა აკეთებენ. წინა ადმინისტრაციამ ცუდ პოზიციაში ჩაგვაყენა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და ვაპირებთ ჩვენი ფულის დაბრუნებას. მომავალში დიდ ფულს მივიღებთ. მიმაჩნია, რომ ეს მიზანშეწონილია, რადგან ჩვენ გვყავს გადასახადების გადამხდელები, რომლებიც არ უნდა იხდიდნენ იმაზე მეც, ვიდრე ევროპელები იხდიან. ეს შესანიშნავი შეთანხმებაა უკრაინისთვისაც. ჩვენ იქ ვიმუშავებთ, ადგილზე ვიქნებით წარმოდგენილი და ამ მხრივ ეს იქნება გარკვეულ ავტომატური უსაფრთხოება, რადგან არავინ აურევს ხალხთან, როდესაც ჩვენ იქ ვიქნებით. ევროპაც ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ყველაფერს. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ სურთ ეგრეთ წოდებული მშვიდობის მყოფელების შეყვანა უკრაინაში. ფიქრობ ეს კარგია. რას გულისხმობს ტრამპის ავტომატური უსაფრთხოება და აკმაყოფილებს თუ არა შეთანხმების პუნქტები ზელენსკის. ვაშინგტონში გამგზავრებამდე ზელენსკიმ თქვა, რომ მას აქვს შეკითხვები, რომლებზეც პასუხები სასწრაფოდ სჭირდება, რადგან მისი ქვეყანა ახლა ომშია. მისივე თქმით, შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არის, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები ჯერ კიდევ სარწმუნო არაა. ის აღნიშნავს, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინას მომავალშიც არ მისცემს უსაფრთხოების გარანტიას, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეალურ შეთანხმებას ვერასოდეს მიაღწევენ. პირველ ყოვლისა მაქვს შეკითხვები და ძალიან გვჭირდება პასუხები. ძალიან გულწრფელი პასუხები, რადგან ომში ვართ. უნდა გვესმოდეს, რისი იმედი შეგვიძლია გქონდეს. ამიტომ ჩემი შეხვედრა სანამ პუტინს შეხვდება, კარგის ნიშანია. მე ასე მგონია, მაგრამ არ ვიცი რა იქნება. ეს შეთანხმება ითვალისწინებს მხოლოდ მარტივ პუნქტებს. დიახ, უსაფრთხოების გარანტიები და ასე შემდეგ. თუმცა შემდეგი ნაბიჯები სხვა უნდა იყოს. მომავალი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ჩვენ მშვიდობა არ გვექნება და არ შეწყდება ცეცხლი, რაზეც ტრამპმა ისაუბრა. თუ ეს არ გვექნება, არაფერი ეს კარგად ვიცი. მზად ვარ ძირითადი საკითხების განსახილველად. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდება ხვალ, რა ბედი ეწევათ ჩვენს ოჯახებს. აქვე პარალელურად ყურადღება მიპყრობილია თურქეთისკენ. სტამბოლი რიგით მეორე შეხვედრას მასპინძლობს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. მეორედ ოფიციალური შეხვედრა იმართება რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის. როგორც ითქვა, შეხვედრა ამერიკის გენერალურ საკონსულოში ჩატარდა. არ ვრცელდება კონკრეტული ცნობები, ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ეს შეხვედრა ცოტა ხნის წინ უკომენტაროდ დასრულდა. შეხვედრის წინ კი მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობებით სტამბოლში არ განიხილებოდა უკრაინის საკითხი და საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის საელჩოების საქმიანობის ნორმალიზაციაზე. ერთი დღით ადრე შეხვედრამდე 26 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა თქვა, რომ მაღალი რანგის დიპლომატები განიხილავენ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც ამერიკის წინა ადმინისტრაციის მიერ რუსეთის საელჩოს საქმიანობის უკანონოდ და ხელოვნურად, ეს მისი სიტყვებია, შეფერხების შედეგად დაგროვდა და რუსეთმა შესაბამისად უპასუხა. გაგახსენებთ, ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ შეთანხმების მთავარი პუნქტი სწორედ საელჩოებს უკავშირდებოდა, საელჩოების აღდგენას მოსკოვსა და ვაშინგტონში. როგორ გაგრძელდება ახლა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ეს პროცესი, ეს ეგრეთ წოდებული გადატვირთვა, მოუწევს თუ არა ევროპას უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გასცდეს მხოლოდ საუბარს და გადავიდეს ქმედებაზე.
მაკრონი, სტარმერი და მერცი, როგორი იქნება ევროპის მოქმედება კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. სხვათა შორის ფრიდრიხ მერცი პარიზში იმყოფებოდა და ის შეხვდა მაკრონს. მანამდე მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთი მზად არის საჭიროების შემთხვევაში გერმანიის ტერიტორიაზე განათავსოს თავისი რამდენიმე ბირთვული გამანადგურებელი, რათა დაანახოს რუსეთს, რომ არაბირთვული ევროპული ქვეყნები მფარველობის გარეშე არ დარჩებიან, მაშინაც კი თუ კი ამერიკელი სამხედროები დატოვებენ კონტინენტს. ეს ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, არც ის არის ჯერ დადასტურებული, დატოვებენ თუ არა ამერიკელები ევროპას. სხვათა შორის დღეს საერთაშორისო მედია წერდა, რომ ამ თემაზეც, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კონტინენტებმა არ დატოვონ ევროპის ქვეყნები, ამ თემაზეც ექნება როგორც ჩანს ბრიტანეთის პრემიერს კირ სტარმერს საუბარი.